მოგესალმებით ბავშვებო, მე დაჩი მასწავლებელი ვარ. ჩვენ მე-4 კლასში ბოლო მე-11 გაკვეთილი გვაქვს. წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისაუბრეთ პიქტოგრამებზე, დიაგრამებზე. აი დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ დენის მრიცხველზე და ბებიას ტირალა ბავშვებზე. მოკლედ ყველაფერს აგიხსნით. თქვენ ხელა რო ვიყავი, ჩემთან სახლში, ესე ზემოთ. ეკიდა აი ესეთი მრიცხველი, დენის მრიცხველი. საკმაოდ ზემოთ ეკიდა. და ყველა სახში ასე ზემოთ კიდებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ბავშვებს არ გაეფუჭებინათ. ბავშვებს ხო ყველაფერი აინტერესებს, იქ რა არის და როგორ არის და რო არ დაეზიანებინათ, რო არ გაეფუჭებინათ, ამიტომ ზემოთ ეკიდა ხოლმე. რას აკეთებდა ეს მრიცხველი? ის ითვლიდა რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარდა ოჯახი. მე იმის მიხედვით ჩვენ ვიხდიდით ფულს, ხომ? გადასახადს. აი ყველა მრიცხველს ჰქონდა აი ასეთი მთვლელი, სადაც რიცხვები ეწერებოდა და ზუსტად ის იქ აღირიცხებოდა ის დანახარჯი, ის დახარჯული რაოდენობა ელექტროენერგიის, რომელიც მაგალითად ერთი თვის განმავლობაში დახარჯა ოჯახმა. მრიცხველები ახლაც არსებობს, უბრალოდ ან ქუჩაშია, რაღაც სპეციალურ ყუთში მოთავსებული, ისე რომ არ დაზიანდეს, ან თუ კორპუსში ვცხოვრობთ, სადარბაზოში იქნება პირველ სართულზე, იქაც ესე დაცულ მდგომარეობაში. ასეთები აღარ არის. ეს ადრე იყო ასეთი მრიცხველები. ხო, მოდი მრიცხველს დავანებოთ ახლა თავი და აი ამ ახალგაზრდა ბებიაზე ვისაუბროთ. ბებიამ, რომელმაც გამოაცხო ხაჭაპური და დაუჭრია კიდევაც. მე როგორც გითხარით, ბებიას ყავს ძალიან ტირალა შვილიშვილები. მოკლედ, თუ ისე მოხდა და ეს ხაჭაპური თანაბარი ზომის ნაჭრებად ვერ დაჭრა, იქ ამბავი ტყდება, არა, მე მინდა დიდი ნაჭერი, მე არ მინდა პატარა ნაჭერი. აი ასე თუ დაჭრა, რომ ერთი ნაჭერი პატარა იყოს და მეორე დიდი, იქ ძალიან ცუდი ამბავი ხდება, აი ასეთი სიტუაცია არის და არის ტირილი და ყვირილი და ერთი ამბავი. ბებია ცდილობს ხაჭაპური ყოველთვის დაჭრას თანაბარ ტოლ ნაჭრებად, რომ ესეთი ამბავი არ მოხდეს. და უბრუნდეთ ჩვენს მრიცხველს, დენის მრიცხველს და ბებიას, უბრალოდ მე ამოვაყირავებ ნახატს და აი ასე გაჩვენებთ. ესე იგი, როგორც ვთქვით, დენის მრიცხველი ზემოთ, ხომ, რომ არ დაზიანდეს, ბავშვებმა არ დააზიანონ და ბებია, რომელიც ცდილობს, რომ ხაჭაპური გაჭრას ტოლ ნაჭრებად. ახლა შეიძლება მკითხოთ, ეს დენის მრიცხველი, ეს ხაჭაპური ბებია რა შუაშია მათემატიკასთან. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ძალიან ახლოს არის იმასთან, რაზეც მე ხა უნდა გესაუბროთ. რიცხვებზე უნდა გესაუბროთ, რომელსაც წილადი რიცხვები ქვია. და ნახეთ, რატომ გავს ეს ყველაფერი წილად რიცხვებს. აი ასე ჩაიწერება წილადი რიცხვი, რომელსაც აქვს ხაზი, ამ ხაზს ქვია წილადის ხაზი, მეც აქ მაქვს შავი ასეთი ხაზი გამყოფი, გაკეთებული, ხომ? ამ ორ ნახატს შორის. წილადის ხაზი, წილადის ხაზის ზემოთაც და ქვემოთაც რიცხვები წერია. რიცხვი, რომელიც ქვემოთ წერია, მას ქვია მნიშნელი და აბა გამოიცანით, რა ქვია რიცხვს, რომელიც ზემოთ წერია. გაგიკვირდებათ და მრიცხველი ქვია მას. და ის ყოველთვის ხაზის ზემოთ წერია. აი თქვენ ხელა რო ვიყავი, ესე იგი სულ მერეოდა. რომელი იყო მრიცხველი, რომელი იყო მნიშნელი, სულ ერთმანეთში მერეოდა, სულ მავიწყდებოდა. რომელია მრიცხველი, ქვემოთ რო წერია თუ ზემოთ რო წერია. მნიშნელი რომელია, ზემოთ რო წერია თუ. მე მგონი თქვენ ტელესკოლელებს ეს არასდროს არ დაგავიწყდებათ. იმ წუთში გაგახსენდებათ მრიცხველი, რომელიც ზემოთ კიდია. ზემოთ არის, რომ არ გაფუჭდეს, ხომ? და თუ გაგახსენდათ მრიცხველი სად იწერება, წილადის ხაზის ზემოთ თუ ქვემოთ, მნიშნელი თავისთავად ქვევით აღმოჩნდება. კარგით, ეს სახელწოდებები კიდევ ერთხელ მრიცხველი და მნიშნელი და ახლა ვისაუბროთ თითოეული რას აღნიშნავს. აქაც თქვენ დაინახავთ ძალიან დიდ მსგავსებას იმ ამბავთან, რა ამბავიც მე გაკვეთილის დასაწყისში მოგიყევით. წილადის ხაზი კიდევ ერთხელ, მის ქვემოთ წერია რიცხვი, რომელიც აღნიშნავს ხაჭაპური. რამდენ ტოლ ნაჭრად არის გაჭრილი. გაგვახსენდა ხომ? ბებია, რომელიც ცდილობს, რომ
ხაჭაპური დაჭრას ტოლ ნაჭრებად. ასე რომ ნიშნელი ყოველთვის გვემახსოვრება, რომ არის ტოლ ნაჭრებად დაჭრა. ხაჭაპურის იქნება თუ რაღაცის, არ აქვს მნიშვნელობა რა ვჭრით. მაგრამ ტოლ ნაჭრებად. იმ წუთში გავახსენდებიან იქ ტირალა ბავშვები. ახლა რას აღნიშნავს ერთიანი, რომელიც ამ შემთხვევაში ერთიანი, რომელიც წილადის ხაზის ზემოთ წერია. ერთიანი იგივეს ნიშნავს, რასაც მრიცხველი აკეთებდა დენის მრიცხველი. ის მრიცხველიც ხომ ითვლიდა, რამდენი დენი მოვიხმარეთ, ცუდად რო ვთქვათ, რამდენი დენი ავიღეთ, ხომ? ამ შემთხვევაში მრიცხველი მეუბნება, რამდენი ნაჭერი ხაჭაპური ავიღე. ესე იგი, კიდევ ერთხელ, ნიშნელი მეუბნება, რამდენ ტოლ ნაჭრად არის გაჭრილი რაღაც, ჩვენ შემთხვევაში ხაჭაპური, მრიცხველი მეუბნება, რამდენი ასეთი ნაჭერია აღებული. აი ეს არის წილადის თავარი შინაარსი, რაზეც თქვენ მე-5 და მე-6 კლასში ძალიან ბევრს ისაუბრებთ. ახლა წილადის წაკითხვაზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა, როგორ უნდა წავიკითხოთ, როგორ უნდა დავასახელოთ წილადები. წილადების დასახელება ხდება ზემოდან ქვემოთ. ამ შემთხვევაში 1 მერვედი. ასე ერქმევა სახელი. 1 და რვიანს ხედავთ, ხომ? ამიტომ მერვედი. მოდი სხვა წილადებიც დავასახელოთ. აი მაგალითად ჯერ ეს წილადები. ესე იგი, მოდი ერთად. ზემოდან ქვემოთ. 3 მე-7. დიახ. შემდეგი 4 მე-9. 8 მე-11. 7 მე-20. სანამ ქვემოთ წილადებს დავასახელებდეთ, აი ქვემოთ რაც მიწერია, თან ზოგიერთი მე წითლად დავწერე. ამასაც გეტყვით რატომ. კიდევ ერთხელ კარგად რომ დაგვამახსოვრდეს წილადის მნიშვნელობა, თითოეულ წილადზე ვთქვათ რა ხდება, რას გვიჩვენებს 7, რას გვიჩვენებს 3, რას გვიჩვენებს 9 და ასე შემდეგ. ესე იგი, მნიშნელი გვიჩვენებს რამდენ ტოლ ნაჭრად გაიჭრა რაღაც, ხაჭაპური თუნდაც, 3 მრიცხველი, რომელიც ზემოთ წერია, გვიჩვენებს რამდენი ასეთი ნაჭერი ავიღეთ ჩვენ. 9-ად გაიჭრა, 4 ავიღეთ. 11-ად გაიჭრა, 8 ავიღეთ. 20-ად გაიჭრა, 7 ავიღეთ. მნიშნელი მეუბნება, რამდენ ტოლ ნაჭრად გაიჭრა, მრიცხველი მეუბნება, რამდენი ავიღეთ. ახლა ხედავთ თქვენ იქ მე გადავხაზე სიტყვა მე. იმიტომ რომ არსებობს ისეთი წილადები, რომელთა დასახელებისას აი ეს მე უკვე ყურში რაღაც ცუდად ხვდება. ნახეთ მაგალითად, ისევ ზემოდან ქვემოთ წავიკითხოთ. 12 მე-20 მე-13. ნახეთ უკვე მე აღარ მოსწონს ყურს. ამიტომ ზოგიერთ წილადს ჩვენ ამ მეს წაუშლით. დავიტყვით 12 23. 17 35. ესე იგი, მე-20-ის ჩათვლით სულ მეებია. მე-13, მე-7, მე-5, მე-9, მე-19, მე-20. 20-ის შემდეგ უკვე 21-დან დაწყებული, ხომ? უკვე ეს მე შორდება. და აღარ გვაქვს. და ვამბობთ 12, 20, მე-17. წინ მე მოვაშორეთ. მაგრამ მე ისევ ჩდება ეს მე. აი აქ. მრგვალი 20-ეული რომ აქვს აქ. ხომ? 7 მე-40. მე ისევ ქრება და მე ისევ ჩდება. ესე იგი, ნახეთ შუაში ყველა რომელიც არ გინდა დაასახელოთ, რომელიც წილადის არ გინდა დაასახელოთ. იქ მე არ გვექნება. მაგალითად 12 47. 9 51. მაგრამ ბოლოში აი მივედით 60-დან 4 მე-60. იგივე გრძელდება შემდეგ. სანამ არ მივალთ მნიშნელში 80-მდე. სულ არის მეს გარეშე წილადების დასახელება და შემდეგ ისევ მე-80-დი ჩდება. მერე მე-100-დი, მერე მე-200-დი, მე-300-დი, მე-1000-დი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს რომ არ გაგიკვირდეთ დასახელებისას და რომ არ შეცდეთ, ამიტომ მე ჩავთვალე საჭიროთ, რომ ამაზეც მე საუბრა.
თუმცა თქვენ ძალიან მალე ამ წილადებს ისე სწრაფად და ადვილად დაასახელებთ ხოლმე, რომ ამაზე საერთოდ აღარ იფიქრებთ, სად უნდა ეწეროს მე, სად არ უნდა ეწეროს. და თქვენი ყურიც მოგეხმარებათ. სადაც თუ ცუდად მოგესმებათ, მე 23 იქ ადგებით და იმ მეს მოაშორებთ. კარგით. ახლა რადგან ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს წილადის მნიშვნელი, ვიცით, რას ნიშნავს წილადის მრიცხველი, მოდი დავალებად შევასრულოთ. გავაფერადოთ კვადრატის 5/9 ნაწილი. არ ვიჩქაროთ. ეს პირველი დავალებაა, რომელსაც ვასრულებთ, ამიტომ არ ვიჩქაროთ. ჩვენ უნდა გავაფერადოთ კვადრატის 5/9 ნაწილი. ვიწყებ ფიქრს. ქვემოდან ზემოთ, ვასახელებთ ზემოდან ქვემოთ, ვფიქრობ ქვემოდან ზემოთ. 9. რა არის 9? გამახსენდა ბებია, რომელმაც უნდა დაჭრას ხაჭაპური თან ტოლ-ნაჭრებად. არავითარ შემთხვევაში სხვადასხვა ზომის ნაჭრებად. თორე რაც მოხდა გახსოვთ. ესე იგი ვჭრი 9 ტოლ-ნაჭრად. შეიძლება ახლა ზუსტად ტოლები არ გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უნდა იყოს ტოლი. და უნდა ავიღო 5. ანუ გავაფერადო 5 ნაწილი. 1 2 3 4 და ერთ რამეს გეტყვით. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ნაწილს გავაფერადებ. არ არის აუცილებელი ასე მიყოლებით, თუნდაც აი ეს. მიზეზი მარტივია. ყველა ნაჭერი ხაჭაპურის არის ერთი და იგივე ზომის და ერთნაირი, ამიტომ რომელს ავიღებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, რომელი 5 ნაწილიც მინდა ის შემიძლია გავაფერადო. წრე. გააფერადეთო 2/6 ნაწილი. ესე იგი, წრე უნდა გავჭრა 6 ნაჭრად. ეს ნაჭრები უნდა იყოს ტოლი. კიდევ ამბობ, შეიძლება მე არ გამომივიდეს ტოლი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ არის საუბარი ტოლ ნაჭრებზე და 2 უნდა ავიღო. 1 2. მოდით ახლა დავალება უკუღმა შევასრულოთ. და უპასუხოთ ასეთ კითხვას. კვადრატის რა ნაწილია გაფერადებული? უნდა დავასახელო წილადი. წილადის მრიცხველი, წილადის მნიშვნელი. რამდენია აღებული? 3. ესე იგი გამოდის, რომ მრიცხველში ჩვენ გვაქვს 3. მრიცხველში გვაქვს 3. ანუ აღებული არის 3. მაგრამ რამდენიდან? რამდენ ნაჭრად დაიჭრა? ბებიამ რამდენ ნაჭრად დაჭრა ის ხაჭაპური? ახლა ეს უნდა გავარკვიოთ. ვითვლი ნაჭრებს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16. წილადი 3/16. ბოლო დავალება. მართკუთხედის რა ნაწილია გაფერადებული? თქვენ ხედავთ, რომ მთლიანად გაფერადებულია. მაინც წილადის სახით ჩავწერ. გაფერადებულია 1 2 3 4 5 6 7 8. ანუ აღებული არის 8 ნაწილი, გაჭრილი არის 8. 8/8. აი 8/8 ხედავთ, რომ ეს მთლიანად მართკუთხედია. ანუ 8 ნაჭრად თუ გავჭერი ხაჭაპური და 8-ვე ავიღე, მთელი ხაჭაპური ამიღია. გამოდის, რომ წილადი, რომლის მრიცხველიც და მნიშვნელიც ერთმანეთის ტოლია, ის ერთი მთლიანის ტოლი ყოფილა. თუ დაჭრილია ხაჭაპური და იქიდან ყველა ნაჭერი აღებულია, მაშინ მე მთლიანი ხაჭაპური მაქვს აღებული. ესეც ჩვენი წილადები, რომელზეც როგორც გითხარით, ძალიან ბევრს იმუშავებთ თქვენ უკვე მე-5 და მე-6 კლასებში. მაგრამ რაც მთავარია, ყველაზე მთავარი რაც არის, თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ნიშნავს წილადის მნიშვნელი, რას აკეთებს ის და რას ნიშნავს მრიცხველი. და ვფიქრობ, რომ არც სახელები აგერევათ და არც მათი მნიშვნელობები, რაც ძალიან საჭიროა. ახლა მინდა დაგემშვიდობოთ. ჩვენი ბოლო გაკვეთილიც დასრულდა. დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ არ გეზარებოდათ. გვიყურებდით, 2 თვე ნახევარით ჩვენთან ერთად იყავით, ამზადებდით დავალებებს, გვიგზავნიდით, ბევრ ძალიან თბილ წერილს გწერდით. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. და ბოდიშიც მინდა მოგიხადოთ იმის გამო, რომ ყველას ვერ გპასუხობდით. ძალიან ბევრი წერილი მოდიოდა. მე ვკითხულობდი, დავალებებსაც ვნახულობდი, უბრალოდ იმდენად ბევრი იყო და იმდენად მრავალფეროვანი, რომ ვერ ვასწრებდი ამის
წაკითხვას და ვერ ვასწრებდი უკუკავშირს თქვენთან და პასუხების მოწერას. ამისთვის ბოდიში და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენთან ერთად იყავით. გემშვიდობებით.